განვახორციელებთ ამ პროცესებს. დიდი მადლობა. შეგიძლიათ ბარემ შეაფასოთ ის ძალადობა, რომელიც უკვე იყო სახეზე ზუგდიდში და ბათუმში. მე ვფიქრობ, რომ ცალსახად, რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ის, რომ ჯერ კიდევ ესეთი ფაქტები ჩვენ გვაქვს, ეს ხდება იმის გამო, რომ თავის დროზე, როდესაც მთავრობა დადგა ამ მოცემულობის წინაშე, რომ კონკრეტული ჯგუფები მონაწილეობენ და ესე აგრესიულად მიდიან ოპოზიციის შეხვედრებზე და დემონსტრაციებზე, მაშინ მათი დასჯა შესაბამისად არ მოხდა. ზუსტად ამიტომ ჩვენ ვარ დღეს უკვე აი ამ მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, ის რომ სამაგალითო დასჯი იმ პირებს, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ ასეთი ტიპის აქციებს და განსაკუთრებულად მკაცრად, რა თქმა უნდა მოეპყროს სახელმწიფო საჯარო მოხელეებს, რომელიც როგორც გითხარით, დამოუკიდებელი უნდა იყოს და აბსოლუტურად ყველა ტიპის ამომრჩეველს უნდა მოემსახუროს. შესაბამისად, ჩვენ, რასაც ვამბობდი, ამ ფაქტების წინაშე ვდგებით. და ზუსტად ეს იქნება პრევენცია, თუ კი სამაგალითო დასჯა მოხდება ამ პირების და თუ არ მოხდება, ჩვენ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა გიგაური გვერდებოდა პირდაპირ